მეცნიერებმა მარსის შესახებ რაღაც საინტერესოს მიაგნეს. წითელ პლანეტაზე დრო დედამიწასთან შედარებით ოდნავ უფრო სწრაფად გადის. შეხედეთ, დრო იდეალურად მუდმივი არ არის. ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, გრავიტაციას შეუძლია დროის ცვლილება. რაც უფრო ძლიერია გრავიტაცია, მით უფრო ნელა გადის დრო. დედამიწა მარსზე მასიურია, რაც ნიშნავს, რომ მისი გრავიტაცია უფრო ძლიერია და დროს ოდნავ ანელებს. მარსი უფრო პატარაა და სუსტი, გრავიტაცია აქვს. ამის გამო მარსზე საათები დედამიწაზე არსებულ საათებზე ოდნავ უფრო სწრაფად იციკციკებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსზე დრო დედამიწასთან შედარებით დღეში დაახლოებით 477 მიკროწამით სწრაფად გადის. ეს სხვაობა ძალიან მცირეა ჩემთვის და შენთვის, მაგრამ ზუსტ კოსმოსურ ნავიგაციაში დროის მცირე სხვაობასაც კი აქვს უდიდესი მნიშვნელობა. საბედნიეროდ ეს დიდი პრობლემა არ არის. ინჟინრებს უკვე ჰქონიათ მსგავს ეფექტებთან შეხება. ისეთ სისტემებზე მუშაობისას, როგორიცაა GPS-ი, სადაც ფარდობითობის თეორიაც უნდა იქნას გათვალისწინებული სატელიტების სიზუსტის შესანარჩუნებლად. მარსზე მისიებისთვის ეს დროის სხვაობები ნამდვილად არის გასათვალისწინებელი ნავიგაციის ასპექტში. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ მარსზე დრო მართლაც მეტად სწრაფად გადის, ეს კოსმოსური კვლევისთვის კრიზისი არ არის. ეს უბრალოდ კიდევ ერთი მომხიბლელი შეხსენებაა იმისა, რომ სამყარო დაუსრულებელი ფაზლია. ეს მომავლის პოსტია. მეტი ასტრონომიული და სამეცნიერო სიახლეების გასაცნობად გამოიწერეთ გვერდი.